ინფორმაციულ განყოფილებაში 28 წლის გიორგი პატარაია, რომელიც გუშინ რესტორან ფიროსმანში დაჭრა, შემთხვევა ოზურგეთის ცენტრში, გურის სამხარეო პოლიციის სამმართველოდან 100-ოდე მეტრში მოხდა. გიორგი გობრონიძე ამ საქმეზე დაკავებული, თუმცა ერთ-ერთი პირი ამ დრომდე იძებნება, როგორც პირველებმა გაარკვია რესტორან ფიროსმანში, რომელიც ეკუთვნის სწორედ გიორგი გობრონიძეს 23 წლის ახალგაზრდას წარსულში ორჯერ ნასამართლებს, როგორც ჩვენ დავაზუსტეთ, ის კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირია და ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც ერთი დანაშაული ჩაიდინა და განრიდების პროცესის დროს მოხდა მეორე დანაშაულით. მან ციხე 2 წელიწადში დატოვა, რასაც მისი დედა ადასტურებს ჩვენთან საუბარში. რაც შეეხება ჩხუბის და დაპირისპირების დეტალებს, გიორგი გობრონიძის დედა ამბობს, რომ მან დეტალები არ იცის, რადგან ამ დროს არ იმყოფებოდა რესტორანში, თუმცა დაზარალებული ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბექა პატარავა მხოლოდ იმის გამო დაჭრა გიორგი გობრონიძემ თანხლებ პირთან ერთად, რომ მან ჩხუბში ჩარევა სცადა, გააშოვა ჩხუბის მონაწილეები და ის ცოლ-შვილთან ერთად, არასრულწლოვან შვილთან ერთად ცდილობდა წასულიყო რესტორან ფიროსმანიდან, სადაც მეგობრის დაბადების დღეზე იყო და სწორედ ამ დროს გიორგი გობრონიძე ამ დრომდე ძებნილ პირთან ერთად მივიდა და სამზარეულოს დანით ცოლ-შვილის თანდასწრებით გაუსწორდა. როგორც გითხარით, გობრონიძის დედა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს ერიდება, ამბობს, რომ დეტალები არ იცის, რაც შეეხება მეორე პირს, ამ თემაზეც არ სურთ საუბარი, არც ფიროსმანის თანამშრომლებს და არც ამ ჩხუბის თვითმხილველებს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით უკვე ამოღებულია კამერები, პოლიციის კამერებზეა საუბარი, რადგან როგორც გვეუბნებიან, რესტორან ფიროსმანში მისულ პოლიციას კამერები უკვე განადგურებული დახვდა. საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ მირეკეს მოვედი, ჩხუბი იყო და მეტი არაფერი არ ვიცი. მიზეზი არ იცი რატო დაჭრა? არაფერი არ, მაგრამ მეორეც იყო და ძებნილია, ამდენიც გვაქვს ინფორმაცია. ხა ალბათ. ასვამები იყვნენ? გუშინ არ ვიყავი რესტორანში, მოვედი, გვიან რომ დამირეკეს რაღაცა ჩხუბიაო და მოვედი, მეტი არაფერი არ ვიცი და თქვენი შვილი პოლიციაში დაგვიდასტურეს, რომ რამდენჯერმეა ნასამართლები და პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. არანაირი შეწყალებით მოიხადა სასჯელი და გამოვიდა. რამდენი ხანი იჯდა დარაზე? 2 წელი. დაზარალებულ ახალგაზრდას ამ დრომდე არ მიუცია ჩვენება სამართალდამცველებისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის კართან ამ დრომდე დგას სამართალდამცველები, როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება სამართალდამცველებს დეტალებზე, საუბარს სამართალდამცველები ერიდებიან, თუმცა გვიდასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულია გიორგი გობრონიძე და რომ ის ნამდვილად არის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლები. რაც შეეხება მეორე პირს, ამასთან დაკავშირებით გურის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. 7 მაისს დაახლოებით ღამის პირველი წუთებზე არის დაახლოებით 30 წლის მამაკაცი, შემოსულია თვითდინებით, აღენიშნებოდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა არის მუცლის ხრუშის შემავალი, კუჭის დაზიანება აღენიშნებოდა ინტრაოპერაციულად დიდ სიმრუდეზე და ბადექონის დაზიანება. გადაყვანილია რეანიმაციის განყოფილებაში, მამაკაცის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და რამდენიმე საათში გადავა ქირურგიულ განყოფილებაში, პალატაში რეანიმაციით. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება დაწყებულია 1900 მუხლით, დაკავებულია დანაშაულზე ერთი პირი, დანაშაულს მეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებ. შეეხება დაკავებულს, ის არის კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი და მათ შორის რამდენჯერმე იყო ნასამართლები, შეწყალებით გამოვიდა ცოტა ხნის წინ. პიროვნება დაკავებულია, გიდასტურეთ, რომ წაშვის ნასამართლები. საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება, როგორც გითხარი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ამ საქმეში მონაწილე კიდევ ერთი ახალგაზრდის ძებნის ოპერაცია. რაც შეეხება გობრონიძეს, მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ჩვენი ინფორმაციით დღეს საღამოს მოხდება ბრალის წარდგენა, ხოლო ხვალ სასამართლო მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.